თქვენ რომ გახსნათ რაღაცა კარგი სამეცნიერო ბაზა, ნახავთ რომ ეს უნივერსიტეტი არის ძირითადი და მათ შორის როცა ვითვლით ხანდახან რომ საქართველოს რაც აქვს სამეცნიერო პროდუქტიულობა, აი მარტივად რო ვთქვათ, რამდენს ბეჭდავთ და ჩვენი კვლევის შედეგებს ვაცნობთ მსოფლიოს, არა, ლაპარაკი არ არის ქართულენოვან რაღაცა ჟურნალებზე, აქ ლაპარაკი არის აი მსოფლიო დონის გამომცემლობებში, როცა საერთაშორისო გამომცემლობაში ვაქვეყნებთ, აღმოჩნდა რომ მთელი საქართველოს პროდუქტიულობის დაახლოებით 1/3-ს აკეთებს ეს უნივერსიტეტი და ზოგიერთ დარგში დათვლილი გვაქვს, რომ მაგალითად ბიომრავალფეროვნებაში ეს არის 50%-მდე, სატყეო მეცნიერებებში ეს არის 80% და შესაბამისად გამოდის რომ უნივერსიტეტი და სულ ლაპარაკობთ რომ ერთ-ერთი კონცეფციის პუნქტი იყო რომ კვლევის დასწავლების ინტეგრირება უნივერსიტეტი რომელიც ყველაზე მეტად ერგება ამ კვლევის დასწავლების ინტეგრირებას მას ჩამოართვეს ესე ვთქვათ სწავლების უფლება